დაცია მთავრობისთვის, რომელიც დაეხმარება მთავრობას და საზოგადოებას გააცნობს იმ შესაძლო ღონისძიებების შესახებ, საერთაშორისო დიპლომატიური, სამართლებრივი, პოლიტიკური ღონისძიებების შესახებ, რომელიც დაეხმარება საქართველოს და დაეხმარება მთავრობას პირველ რიგში, რომ გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთის მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას, რომელიც კონკრეტულად ვლინდება მაისიდან მოყოლებული ამ წლის ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევით და მართულხარდების გავლებით. საზოგადოება მთავრობას გაიცნობა ამ 50 პუნქტს დეტალურად, ეს არის ძალიან სამუშაო დოკუმენტი, მაგრამ დღეს გავამახვილებ ყურადღებას რამოდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე ამ დოკუმენტის, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრინციპულია ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. პირველ რიგში ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთთან აი ამ გამოწვევაში საქართველოს საზოგადოება და მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს კონსოლიდირებული და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური ქიშპობა და ერთმანეთზე გადაბრალება ამ საკითხების არ შეიძლება. ეს არ არის მართებული, ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთის პოლიტიკა მიმართული არა რომელიმე კონკრეტული მთავრობის წინააღმდეგ, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგ და შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან კაფიო და კონსოლიდირებული თანმიმდევრული ამ გამოწვევების დაძლევაში. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც განაპირობებს ჩვენ წარმატებას, ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ ერთადერთი გზა რუსეთთან ამ პრობლემების მოგვარების, ერთადერთი გზა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის და სუვერენიტეტის დაცვის არის საერთაშორისო თანამეგობრობის კაფიო რეაქციის მობილიზება და რუსეთზე ზეწოლის უზრუნველყოფა. სხვა გზით რუსეთი სამწუხაროდ საუკუნეების განმავლობაში და სამწუხაროდ ყველა ქვეყნის მიმართ ჩვენ რეგიონში არ არის სანდო პარტნიორი, რომელთანაც მოლაპარაკების გზით შეიძლება რაიმე შედეგს ველოდოთ. თავისთავად მოლაპარაკება შეიძლება მიმდინარეობდეს, მაგრამ ზუსტად უნდა გვესმოდეს, რომ ამ მოლაპარაკებით მარტო რუსეთთან დარჩენის იმედით ჩვენ ინტერესებს ვერ დავიცავთ. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი ჩვენი თავის დასაცავად და ინტერესების დასაცავად არის საერთაშორისო რეაქციის მობილიზება. ეს რეაქცია, ამ რეაქციის მობილიზებას სჭირდება ძალიან ინტენსიური მუშაობა. სოფლიოში ძალიან ბევრი პრობლემაა და ბუნებრივია ჩვენ თუ არ ვიმუშავეთ ძალიან თანმიმდევრულად და ინტენსიურად ეს რეაქცია თავისთავად არ იარსებებს. ამიტომ ამას სჭირდება რამოდენიმე მნიშვნელოვანი რამ. პირველი რაც ამას სჭირდება თანმიმდევრული ძალიან კაფიო შეფასება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისა, რაც ხდება. ეს შეფასება უნდა იყოს ცალსახა, რომ დიდში მიმდინარე მოვლენები. ეს არის არა ადგილობრივი პროვოკაცია. ეს არის არა გაუგებრობა, არამედ ეს არის ძალიან სამწუხარო რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკა, რომელიც კიდევ ერთხელ ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და არღვევს ყველა შეთანხმებას, რომელიც არსებობს და საერთაშორისო ნორმებს. მეორე ეს არის ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა, რომელსაც უნდა მიაქციოს ყურადღება საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც უნდა დაიცვას მოსახლეობა იქ მათი გადაადგილების, სწავლის თუ სხვა უფლებების შეზღუდვისაგან. ამ გზავნილებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თუ ჩვენ არ ვიტყვით, რომ ეს პრობლემაა, არავინ თავისთავად არ დაიწყებს რუსეთთან ჭიდილს ამ საკითხის გამო, ამიტომ ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ამ დოკუმენტში მოყვანილია ყველა შესაძლო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში. ორმხრივში გულისხმობ ჩვენ პარტნიორებთან მუშაობის გეგმას. ეს არის როგორც მათი პოლიტიკური განცხადებების, მათი რუსეთზე ზეწოლის საშუალებები, როგორც არის მათი რუსეთთან შეხვედრის დროს ამ საკითხის წამოწევა, მათი ინფორმირების საშუალებები, აგრეთვე გაეროში, ჟენევაში, ეუთოში, ევროკავშირში, ნატოში, ყველა კონკრეტული მექანიზმი, რომელიც დაეხმარება საქართველოს, რომ რუსეთზე იყოს სათანადო ზეწოლა. აქ მნიშვნელოვანია, ხაზგასასმელია, რომ ამ მექანიზმების გამოყენება უნდა მოხდეს კომპლექსურად და რეგულარულად. ბუნებრივია, თქვათ, დიპლომატიური კორპუსი შეიძლება ერთხელ წაიყვანო იქ, თქვათ, ადგილზე გააცნო ინფორმაცია, გააგზავნო ნოტა ერთხელ, მაგრამ თუ ეს არ იქნება რეგულარული ხასიათის და თუ არ იქნება ყველა ამ მექანიზმის ერთად გამოყენება, შედეგს ჩვენ ვერ მივაღწევთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საერთაშორისო რეაქციის მობილიზება ეს არ არის თავისთავადი მოცემულობა, ამას სჭირდება მუშაობა და ძალიან ეფექტური მუშაობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს არ არის მთავრობის კრიტიკის ან ვინმეზე რაიმეს გადაბრალების დრო, ამიტომ ჩვენ გამოვიდით აი ამ კონსტრუქციული შეთავაზებით და მზად ვართ, რომ მთავრობასთან ნებისმიერ ფორმატში ვიმუშაოთ, რათა უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ კონკრეტულ საკითხებზე.
ზოგადად ჩვენ არანაირი პრობლემა ურთიერთობის თქვათ უწყებებთან, საგარეო უწყებასთან, ევროინტეგრაციის სამინისტროსთან, თავდაცვის სამინისტროსთან არ აქვს. ჩვენ ყოველთვის თანამშრომლობის რეჟიმში ვართ და ბევრ რაღაცას ითვალისწინებენ ჩვენი რეკომენდაციებისგან, ამიტომ ეს მაძლევს მე იმის ერთხელ მქონდა საშუალება პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა, თუმცა არ ვიცი რამდენად ასე ვთქვათ გათვალისწინებული იყო ჩემი მოსაზრებები, მაგრამ მთლიანობაში აი ეს ფორმატი თანამშრომლობის რომელიც არსებობს, მე მაძლევს იმის იმედს, რომ მთავრობა სერიოზულად შეხედავს ამ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კონსოლიდირების გარეშე და კონსოლიდირებაში იგულისხმება პოლიტიკური სპექტრის და აგრეთვე საზოგადოების კონსოლიდირების გარეშე და უბრალოდ ჩასაფრებული პოზიციით ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვერ დავიცავთ. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის საქმე, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი ამაში. მიწოდებული გაქვთ თუ არა უკვე დოკუმენტი მთავრობისთვის და ახლა გითხავთ თქვენ როგორც შენიშნეთ მაისიდან ხდება ეს ცოცხალი ოკუპაცია. თუ არ ემთხვევა ეს საარჩევნო გარემოს ესეთი საარჩევნო კამპანიას და რამდენად ამით რუსეთი ახდენს გარკვეულწილად ზეწოლას, რომ თუ დავუშვათ მისთვის სასურველი ფიგურები არ მოხსნეს ხელისუფლებაში, მაშინ შესაძლოა სიტუაცია ესე დაიწყოს. ზოგადად ის რომ რუსეთი გამოიყენებს და იყენებს ყველა ბერკეტს, რაც მას ხელს გააჩნია, პოლიტიკურს, ეკონომიკურს, სავაჭროს, სამხედრო და ასე შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ, ეს ჩვენ გვინახავს. კონკრეტულად ეს მართლმხლართების საკითხი მე ვფიქრობ დაკავშირებულია ახალი მთავრობის ტესტირებასთან, თუ როგორ იმის პარალელურად, როდესაც მთავრობა ცდილობს რომ დაარეგულიროს ურთიერთობა და ეს არის ძალიან ნორმალური სურვილი, აი ამის პარალელურად რამდენად პრინციპული რჩება მისი პოზიცია და რამდენად ის მოახერხებს სწორედ აი ამ საერთაშორისო რეაქციის მობილიზებას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა რუსეთს დისკომფორტს უქმნის, როდესაც ყველა შეხვედრაზე საერთაშორისო ფორმატში ან ორმხრივად მას ახსენებენ, რომ ის არის ოკუპანტი და ის არღვევს საერთაშორისო სამართალს. სწორედ აი ამ დისკომფორტის მოხსნა არის მისთვის ამოცანა, შესაბამისად ის ამოწმებს მთავრობას, რამდენად ეფექტურად მოახერხებს მთავრობა ამ წინააღმდეგობის გაწევას და მისთვის ამ დისკომფორტის შექმნას. თუ შესაძლოა აი ამ ურთიერთობის დარეგულირების გამო რაღაც საკითხებზე ჩვენ დავხუჭოთ, თუნდაც ჩვენ ეროვნული ინტერესებზე დავხუჭოთ თვალები. აი ამის ტესტირება ხდება დღეს რუსეთის მხრიდან. ჩვენი მიდგომაა, რომ აბსოლუტურად ყველა მექანიზმი და ჩვენ შევეცადეთ, რომ ამოგვეწურა ყველა შესაძლო მექანიზმი, რაც კი არსებობს მიგვეთითებინა, ამ დიპლომატიური ძალისხმევის ეფექტურობა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ეს მექანიზმი იქნება კომპლექსურად გამოყენებული და ეს არანაირ პრობლემას თქვათ არ წარმოადგენს ერთდროულად ამისთვის არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამისთვის არსებობს მთავრობა და ეს აბსოლუტურად გაკეთებადი ამოცანა. აბარებს თუ არა საქართველოს მთავრობა ტესტს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ უნდა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის რაც ხდება დღეს დიდში, ამის გადაბრალება დღევანდელ მთავრობაზე, ან ამის გადაბრალება წინა მთავრობაზე არის ყველაზე არასწორი პოზიცია, რაც დღეს საქართველოს მოქალაქეს შეიძლება კონდეს. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის პოლიტიკა მიუხედავად იმისა, როგორი მთავრობაა საქართველოში, ჩვენ შეგვიძლია ყველა წინა მთავრობის მაგალითი მოვიყვანოთ, ჩვენ შეგვიძლია სხვა ქვეყნების მაგალითი მოვიყვანოთ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკისა, რუსეთი მაინც ამას ახორციელებს. მეორეა, რამდენად ჩვენ ამის საწინააღმდეგოდ ვიქცევით სწორად და ეფექტურად. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, ბუნებრივია ეს მარტივი გზა არ არის, ამიტომაც ვიძახი, რომ სტრატეგიულად ერთადერთი გამოსავალი აქედან არის საერთაშორისო რეაქციის მობილიზება, რასაც ნაწილობრივ ხელისუფლება აკეთებს, მაგრამ სწორედ ამიტომ ჩვენ მივაწოდეთ მათ ეს 50 პუნქტიანი გეგმა, რომ კიდევ უფრო კარგად მოახერხონ ამ ამოცანის შესრულება. და ითქვა ისიც, რომ თითქოს ესეთი პროვოკაციები თავის გადმოწევა ხდება ყოველთვის, როცა კარასინიაბაშიძის შეხვედრები იმართება, რამდენად სავარაუდოა, რომ ხდება რაღაც ვაჭრობა, აქვს ინფორმაცია, რაც შეიძლება მოხდეს ვაჭრობა, რამდენად რეალურია, რომ მას დონეზე მოხდეს რაღაც საკითხებზე, პოლიტიკურ საკითხებზე ვაჭრობა. ეს ნაცადი ხერხია რუსეთის მხრიდან, პრობლემების შექმნა, ფონის შექმნა მათთვის გარკვეულ სასურველ დროს და მართლაც ტენდენცია იმისა, რომ კარასინიაბაშიძის შეხვედრის წინ ხდება ეს ინტენსიფიკაცია ამ მოვლენების ეს სახეზეა. ესეც არის ჩვენი ტესტი, როგორ მოვიქცევით აბაშიძე კარასინის შეხვედრაზე. აქ ჩვენ ერთ-ერთი პუნქტია ჩვენი რეკომენდაციის, რომ უნდა დაფიქსირდეს ყოველ ჯერზე ასეთი ინციდენტის მერე და კარასინის და აბაშიძის შეხვედრის დროს ოფიციალური ძალიან მკაფიო პროტესტი ამ შეხვედრაზე. მე ვერ გეტყვით აფიქსირებს თუ არა, ეს არის ჩვენი რეკომენდაცია, რომ უნდა დააფიქსიროს, მე იმედი მაქვს, რომ დააფიქსირებს და მეორე რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანი, რაზეც მე ვისაუბრე კიდევაც, არის ჩვენ არ შეიძლება ამ სიტუაციაში, როდესაც ხდება
ჩვენი სუვერენიტეტის ესეთი ხელყოფა მიუხედავად გარკვეული პროგრესისა სავაჭრო საკითხებში, რაც არის ძალიან დროებითი და რაც არ პასუხობს ჩვენ ფუნდამენტურ ინტერესებს, არ შეიძლება ამის გამო ჩვენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას უწოდოთ პროგრესირებადი ურთიერთობა და უწოდოთ, რომ ის გაუმჯობესებულია. აი ეს შეფასება, თუ ურთიერთობა გაუმჯობესებულია, მაშინ გაუგებარია რა დახმარებას თხოვთ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას. და თუ საერთაშორისო საზოგადოების დახმარება არ იქნება, შედეგიც არანაირი არ იქნება. იმიტომ რომ არ იყო რუსეთის მხრიდან ჩარევა და შეცვლა გავლენა ბალტიისპირა ქვეყნების პოლიტიკაზე, მას აუკრძალეს კიდეც რუსულენოვან მოსახლეობას არჩევნებში მიღება, მონაწილეობის მიღება, ხოლო ეხლა ხდება დაშვება უფრო მეტი რუსულენოვანი მოსახლეობის ჩართულობა არჩევნებში. როგორ ვარაუდობ, რამდენად ჩვენ საქართველოა რუსეთის ჩართულობა, საქართველოს არის ჩართული რუსეთის ქართულ პოლიტიკაში და ხო არ უნდა ვიფიქროთ საქართველოში ასეთი არის რადიკალურობა, არა, გარკვეულწილად რაღაც შეწყვეტილებზე თუნდაც ფინანსური ფასადით საფინანსების მონაწილეობის პოლიტიკაში. ფინანსური გამჭვირვალობა ზოგადად წინასაარჩევნო პერიოდში არის ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანი. აქ სხვა რამე შეასაქმე ჩვენ რუსულ სპეცსამსახურებს, რომლებიც ბუნებრივია ძალიან აქტიურად მუშაობს, ძალიან გაგვიჭირდება ან რუსულ პროპაგანდას, ან რუსულ რესურსებს ზოგადად ძალიან გაგვიჭირდება, რომ დაუპირისპიროთ ჩვენი პატარა სახელმწიფოს შეზღუდული რესურსები. შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი გამოსავალი არის დემოკრატიული პირობების და სამართლიანი პირობების და არაძალადობრივი გარემოს შექმნა წინასაარჩევნოდ და საერთაშორისო დამკვირვებლები და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ამ არჩევნებზე. ეს არის ყველაზე ეფექტური იარაღი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი დემოკრატიული განვითარება არის ერთადერთი პასუხი რუსეთის აგრესიაზე. ჩვენ ტანკებით რუსეთს ვერ მოვერევით. ერთადერთი ჩვენი ძალა არის ჩვენ საერთაშორისო მეგობრებში და ჩვენ გახსნილობაში და დემოკრატიულობაში. ამდენი ხანი ლაპარაკობდი და კადრები არის.